ღვინის საერთაშორისო კონკურსში 28 ოქროს მედლიდან უმეტესობა კახელმა მეღვინეებმა მოიპოვეს. 2025 წლის ქართული ღვინის მწარმოებლის თასის გამარჯვებული კი კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანა გახდა. კომპანიამ 7 медали, მათ შორის 2 ოქრო აიღო და მათმა ღვინომ ოცხანური საფერო 2022 ჟიურის უმაღლესი 97 ქულა დაიმსახურა. IWS 2025 გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა და აღსანიშნავი არის, რომ ღონისძიების ინიციატორი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილია. თუ ვინ გახდა გამარჯვებული და როგორ ეხმარება ეს ჯილდო მეღვინეებს წინსვლასა და განვითარებაში, გურჯაანის მერიის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი კეთი დათუკიშვილი მოგვაწვდის ინფორმაციას. კეთი, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა ნინო, მადლობა მოწვევისთვის. კეთი, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე რა წარმატება მოიპოვეს კახურმა ღვინოებმა? IWS, ანუ International Wine and Spirits Competition, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უძველესი ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია არსებობს. საქართველოში კონკურსი უკვე მე-13 ჩატარდა. წელს 150 კომპანიის 420 ნიმუში იყო წარმოდგენილი და აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსის საქართველოში არსებობის ისტორიაში პირველად მწარმოებლებს საშუალება მიეცათ ღვინის გარდა ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალ ალკოჰოლური სასმელები წარედგინათ ჟიურისთვის. წელს რეკორდულად დიდი მაჩვენებელი იყო მედლების, ეს იყო 28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთიდან ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო 22-დან 21 ღვინო იყო კახეთის რეგიონიდან. როგორც ვიცი, ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ღვინოებმა და უმაღლესი 97 ქულაც დაიწერა. დიახ, 2025 წლის ქართული ღვინის მწარმოებლის თასი მოიპოვა კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანამ. ამ კომპანიამ ჯამში 7 медали აიღო, მათ შორის იყო 2 ოქრო და მათი ღვინო ოცხანური საფერე 2022 წლის შეფასდა უმაღლესი ქულით 97 ქულით. დიახ, როგორც ვიცი, ჭაჭის ბრენდიც იყო წარმოდგენილი და აი მათ რა წარმატება მოიპოვეს. დიახ, რეკორდულად მაღალი ქულა 98 ქულა დაიწერა წელს კონკურსში და ეს ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან შეპესე კარდენახი 7-ის ღვინო იყო 3885. დიახ. ეს არის სადესერტო ღვინო, რომელიც გადის მაღალ ალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში. და როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელი მედლების რაოდენობასთან შედარებით წელს მატება არის 36% და 2022 წელს გამართული კონკურსის მედლების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგებულია. კეთი, როგორ ეხმარება ეს ჯილდო მეღვინეებს განვითარებაში? მოგეხსენებათ, საერთაშორისო ღვინის კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია საკმაოდ ვარსკვლავური გუნდით. აქ არიან ღვინის ცნობილი ბაიერები, სომელიეები, ექსპერტები. წელს საქართველოში ღვინის კონკურსის ჟიურის გუნდის თავმჯდომარე გახლდათ სარაებოტი, ღვინის მაგისტრი, რომელიც გახლავთ ქართული ღვინის ექსპერტი და ძალიან დიდი მხარდამჭერი ევროპასა და დიდ ბრიტანეთში. გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ კახელმა მეღვინეებმა შეძლეს, რომ თავიანთი აქამდე არც თუ ისე ცნობადი ღვინოები წარედგინათ მსოფლიოსთვის და მათ, ასე ვთქვათ, გაეხსნათ გზა ძალიან ბევრ საექსპორტო ბაზარზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე ეს იყო დიდი სტიმული კახელი მეღვინეებისთვის და არა მარტო, რომ გაეუმჯობესებინათ ღვინის ხარისხი და ზუსტად ეს კონკურსი აჩვენებს, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება საკონკურსო ნიმუშები. დიახ. კეთი, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიებები მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის და ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ მოიპოვებ ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, შესაძლებელი არის შენი ღვინო მარტივად გაიტანო ევროპის ბაზარზე? რა თქმა უნდა, ისეთი ცნობილი კონკურსის მედლის მოპოვება, როგორც არის IWS Wine and Spirits Competition-ი, ხელს უწყობს და ასე ვთქვათ, წარმატების გასაღებია მსოფლიოს ძალიან ბევრ საექსპორტო ბაზარზე. და თუ გვაქვს ისტორია, როდესაც ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მეღვინეებმა ძალიან მარტივად შეძლეს დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში ღვინის გატანა.
რა თქმა უნდა, გასული წლების გამოცდილება ეს უკვე გვიჩვენა ძალიან ბევრმა ჟიურის წევრმა აღმოაჩინა თავიანთი ფავორიტი ღვინოები, რომლებსაც შემდგომში ხელი შეუწყეს ექსპორტში. დიდი მადლობა ქეთი, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა მოწვევისთვის, წარმატებებს